ზომბებზე, ვამპირებზე და გულაჭამიებზე. წარმოგიდგენთ Only Production-ი, ანუ მე. გაფრთხილება თუ ხარ 13 წელზე რაღაცაკი დიდი, გთხოვ ამ ვიდეოს არ უყურო, რადგან ამ ვიდეოშია ბევრი სასაცილო რაღაცები და გთხოვთ, ასა თქვენ ვარაფერია, გადით აქედან, გადი. ამ ვიდეოს გადამგამი ჯგუფი არ დაბუნებულა, მხოლოდ მე დავბრუნდი და ამას ვაედიტებ. გთხოვთ იგივე სახში გაიმეორეთ. 2 hours later. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ უნდა წავიდეთ მონსტრების, ურჩხულების, ვამპირების სასახლეში და უნდა გამოვაკვლიოთ თუ რატომ არიან ასეთი ბოროტები. ძალიან მეშინია. მაგრამ ამ ყველაფერს მე თქვენთვის ვაკეთებ და ლაიქეთ, ავიდეთ ერთ გამომწერზე. აი აქ ამოვარდება ჩემი არხი, აი აქ. და ძალიან მინდა რომ გამოიწეროთ. მოგვიანებით შევხვდებით უფრო ახლოს რო ვიქნები. აი როგორ ჩანს მოვედი დანიშნულების ადგილზე და აი ვხედავ ერთ პირს ამ სასახლეში. გამარჯობა, რა ქვია? მე ვამპირი ვარ. აი მოვედი რაღაც ადგილზე. ოიმე, მონსტრები, ხალხო მონსტრები არიან. ოიმე, მონსტრები ხალხო. ამის შემდეგ კიდევ შემოხდა ერთი მონსტრი, გულაჭამია. მე მას ბევრი ფოტო გადავუხე და ახლა განახებთ. ესეც და ესეც. კიდევ ესეც. ოღონდ ეს თემი და გუგლში ნახე. და ესეც. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემი ბლოგი. დღეს ახლა მივიდეთ მონსტრთან, რომელიც თავის რაღაცებს ჭამს და ახლა ვესვით აი ამ რაღაცას წეღან რომ ავიღეთ, თქვენს კარგად დაინახავდით. ეს არის ვამპირი, რომელიც გამოიცა სასახლიდან. ერთი ვამპირი ნახეთ წეღან, ახლა მეორე, ეხლა უნდა ვესრულოთ. ჩემი თაციათ. აი ვამპირი ბავშვებო, აი ვამპირი მეგობრებო, ეს არის ურჩხული. გონი მომდევს. არა. ამის შემდეგ ეს ოპერატორი არავის კი არ ქონდა ნანახი. არავისაც არ ქონდა ნანახი. ის ვანო კაჭაშვილის გადაცემაშიც კი იყო. მაგრამ რატომ არიან ეს მონსტრები ესეთი აგრესიულები? ამაზე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე მათთან კიბერსივრცეში დავკავშირდებოდი. მე ნოდარის დავუკავშირდი. ერთ ჯგუფში შევედი და ის მე მას მივწერე ჯერ ნო. შემდეგ მან საყვარელი ძაღლის ფოტო გამომიგზავნა და მე მივწერე ეცეკალელია. შემდეგ გაუგზავნე და გულის მაილის მივაყოლზეთ. ძალიან საყვარელი ლეკვი იყო ის. შემდეგ მას პირადში მივწერე, რადგან არ მოუწერია. მე მას ჩემი კლასელის ინტიმური ფოტო გაუგზავნე, სადაც ხუიობოს ჭამს ერთი ჩემი კლასელი. შემდეგ დიდი ხანი ველოდე თუ ცოტა ხანი მან დამიბრუნა მესიჯი. რვა. მე თუ რა არის რა, მე დიდი ხანი ვიფიქრე ამაზე. მე დავიძინე და შემდეგ რო გავიღვიძე ისე მაგრად ამეზინებოდა და კიდე დავიძინე და შემდეგ რო გავიღვიძე მივხვდი რომ ჩემ დაბადების რიცხვს რომ მივუმატოთ 2 არის 8 და მივხვდი რომ ეს საქმე ზუსტად თამაში იყო.
შემდეგ მე მეორე დღეს ისევ იმის სასახლეში წასვლა გადავწყვიტე და დაგიბრუნდებით სასახლიდან. დაგიბრუნდით, გავიდა ერთი კვირა იმ მომენტიდან გუშინ მივწერე ბატონ ნოდარის და დამიბრუნა როა მე ახსენი რაც იყო როა და ახლა უნდა წავიდეთ კიდევ ერთხელ გადავუღოთ და გამოვიკვლიოთ თუ რა არსებები არიან. მე ვიცი რომ ვამპირი და კუილაჭამია ერთი და ვნახავთ თუ ახალი მონსტრების თუ დაემატა. კარგად. მოვედი სასახლეში. ძალიან მეშინია. მარტოა. ალფასე ქუშის. ვინმე მეშინია. აი მოვედი იმ ადგილას. სადაც კუილ რაღაცები არიან და უცხოლები, აქ ჩაკეტილია კარები. ვერ ვაყეთ. როგორ ჩანს? აქ არის ვაიმე, ვამპირი. ვაიმე ეს კუილია. კუილაჭამია. არა, შემეშინდა. ვაიმე. მიყურებს. კიდევ მიყურებს ხალხს. ეს ვინ არის? ახალი მონსტრია ეს. აი ეს გოგო. იმ ხედავთ მათ როგორ მიდიან სამი მონსტრი. ის არ ვიცი რომელია. ახალი ვიღაცა ყავს ალბათ. აი წავიდნენ. გაჩერდა. მიდიან. გაჩერდა ის. კუილაჭამია. რიფს აკეთებს? წავიდეთ. თუ მათ ჩაუსად გაყოთ იქით ხარეს. აი მეგობრებო, წეგანა იმ კარებს ვაწვალებდი. რო ვერ ვაღებდი, აი იქ რო კარებია. და წეგანა ქავსებდნენ წყალს, ალბათ წყალი არ არის, მათი შხამი არის, რომ ადამიანები დახოცონ რა. მე ასე ვფიქრობ, ადამიანები რო დახოცონ. მათ ბევრი ადამიანი დახოცეს, მაგალითად, აი კუილაჭამიამ დახოცა სულ რაღაც, რა ქვია, 1.5 ადამიანი. 1.5, იმიტომ რომ 1.5-ს, რა ქვია, შხამი მიასხა და ხია მოვიდა იმ ადგილზე და 1.5 იმიტომ არის. და დანარჩენების ინფორმაცია არ ვიცი, იმიტომ რომ კუილაჭამიამ როგორც ჩანს, ერთი გული მესთან მაქვს, ახლა 4 გული მაქვს. და ძალიან შაშიშები არიან. არ ვიცი როგორ გავუმკლავდები მარტო, მაგრამ მე ყველაფერს გამოვიძიებ და სახში გაიმეორეთ იგივე რა თქმა უნდა. Peace. ამის მერე მე იმ ადგილიდან წამოვედი და იქ აღარ დაუბრუნებულ ვარ. მე ძალიან მეშინოდა იქ და ჩემთავს უთხარი. ნუ გეჩინია. შემდეგ გაგრძელება აღარ იქნება. მომხდარი სახში გაიმეორეთ.